მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ძალიან, ესე იგი, რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობენ დილიდან რომ თქვან, რომ არაფერ შუაში აქვს პოლიტიკური ამოცანები და მიზნები, თქვენ როგორც მისი ადვოკატი, მის გაძევებას საქართველოსთან როგორ აფასებთ და ემუქრება თუ არა მას მართლა ახლა საფრთხე აზერბაიჯანში? კი ბატონო, ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა, რაც ეს გვიტოვებს ამ შთაბეჭდილებას და ამ პოზიციის თქმის შესაძლებლობას ის, რომ ფაქტობრივად 4 დღეში ყველა უწყება იყო მობილიზებული იმისათვის, რომ ეს საქმე დაიმთავრებინათ და როგორმე სწრაფად აფგან სადიკოვი გაიძევებინათ ქვეყნიდან და ეს იყო კოორდინირებული საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. 1 აპრილს, როდესაც საქართველოს პროკურატურა მიიღო წერილობითი პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანში შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, საქართველოს პროკურატურამ მაშინვე დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს, რის შემდეგაც მომდევნო დღეს უკვე 3 აპრილს ჩაინიშნა პროცესი, მის მიმართ გამოყენებული გირაო და მათ შორის დროებითი ღონისძიება, რომ მას საქართველოსთან გასვლა არ შეეძლო. გაუქმდა და უკვე 4 აპრილს ღამის 11 საათზე მასთან შევარდნენ ათობით პოლიციელი და სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები. სხვა საქმეზე და რა თქმა უნდა და ძალის გამოყენებით უკვე ცდილობდნენ მის საცხოვრებელი ბინიდან გამოყვანას და მერე შემდეგ გადაიყვანეს უკვე პირდაპირ სასამართლოში. და როდესაც ჩვენ ადგილზე მივედით, დაახლოებით უკვე 12 საათზე დაგვირეკეს, შეგვატყობინეს მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის რადგან ამ განსადიკოს მისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი რა საფრთხეები ემუქრება მას არა მხოლოდ აზერბაიჯანში, მათ შორის საქართველოშიც, ის ყოველთვის ცდილობს რომ თქვას, რომ აუცილებელი არის მისი ადვოკატის ჩართულობა ამ პროცესში, მაგრამ დაახლოებით 2 საათ, 3 საათზე მეტხანს ვეძებდით მას უშედეგოდ, მათ შორის სახალხო დამცველის ჩართულობითაც და როგორც აღმოჩნდა, მე სასამართლოში იყო ეს ადამიანი გადაყვანილი. ხო და ბრალი და რას ზედავებოდა, მოკლედ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ყველამ კარგად ნახა ის პოსტი, რაც დაწერილი ქონდა, ხო? თითოეულ ადამიანს ათასობით პოსტი იდება მსგავსი შინაარსის Facebook სივრცეში, მაშინ გამოდის, რომ ყველა ადამიანი, ვინც უბრალოდ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩვენ საკუთარ პოზიციას გამოხატავთ, ყველანი სამართალდარღვევები ვართ და დღეს თუ არა, ხვალ შეიძლება ჩვენთანაც მოვიდნენ და ამ საფუძვლით ჩვენს მიმართად დაიწყონ სამართალ წარმოება, ხო? მოსამართლე, რომელიც არის ახალი დანიშნული, ბატონი თორნიკე ქოჩქიანი, გამალებით ცდილობდა, რომ ჩემი არც ერთი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა, მათ შორის არც პროცესის გადადება. ამის 4 საათზე ხდება ეს ყველაფერი, ხო? არის პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებლობა მაინც ქონოდა, რომ მინიმუმ საქმის მასალებს გავცნობოდი, ხო? წარმომედგინა დამატებითი დოკუმენტები, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც კი სასამართლო პროცესზე შევედი, იქ მობილიზებული პოლიციელების რაოდენობა საფუძვლიანი ეჭვი გამიჩინა, რომ შესაძლებელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოეთხოვა მისი გაძევება, იმიტომ რომ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ მაისში, როდესაც უცხოელების მიმართ არსებულ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანეს და ძალიან გაამარტივეს პროცედურა, რომ ადამიანების გაძევება ძალიან მარტივად მოხდეს ქვეყნიდან, ისე რომ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებაც კი ამ პროცესს ვეღარ აჩერებს. მე დამჩა დიდი მოლოდინები იმისა, რომ ზუსტად ამ საკითხს შეეხებოდა დღევანდელი პროცესი და სულ მინიმუმ მოსამართლეს თხოვე, რომ შესაძლებლობა მაინც მოეცა ჩემთვის, რომ წარმომედგინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი უნდა ყოფილიყო ამ პროცესში. ჩემი სხვა შუამდგომლობები, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მოწვევასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთოდ არ აქვს წვდომა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მას საქმე ნანახი აქვს, რაც ფიზიკურად არის უებოდა მარტივად რომ ვთქვათ. ფიზიკურად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ მხოლოდ საქართველოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელი რომ ეს ქონოდა. მარიამ, ანუ თქვენი მსჯელობა მიდის იქამდე, რომ ეს არ არის შემთხვევითი სამართლებრივი საქმე, მართლა წარმოუდგენელია, ძალიან ცნობილი ადამიანია, ის ჩვენ ძალიან აქტიურად ვაშუქებთ მის საქმეებს, სტრასბურგში გადაწყვეტილება მიღებულია, ამ დროს ვიგებთ რომ წყდება საქმე.
აზერბაიჯანში და ახალი ეგრეთ წოდებული შეკერილი საქმით აკავებენ კაცს და აძევებენ. ანუ ეს კორელაცია დამთხევათა ერთობლიობა ღამის 4 საათზე ჩანიშნული სასამართლოს ხდომა, აი რა დაუყოვნებლივი საფრთხე ემუქრებოდა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფაზეა, ხომ? საუბარი რომ შავთვალოთ რომ ეს ასე იყო, რატომ საჭიროებდა ის დაუყოვნებლივ გაძევება საქართველოსთან. სხვა შემთხვევაში ესეთი მკაცრი გადაწყვეტილება ვინმეს მიმართ პრაქტიკაში არის? რა თქმა უნდა, ანუ ეს არის პირდაპირ რაღაც ფორმალური დაწყებული საქმე, რაღაც მიზეზის მოძებნა რაღაცნაირი. რა თქმა უნდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ავგან სადიკოვს მას შემდეგ რაც ეს საქართველოსთან გასვლის ნებართვაზე აკრძალვა მოიხსნა, მისი დიდი სურვილია და ამ პერიოდის განმავლობაშიც, რა თქმა უნდა, მუდმივად საუბრობდა ის და ჩვენ საუბრობდით, რომ ის უნდა გაერთიანდეს ოჯახთან, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში იმყოფება, იმიტომ რომ ისედაც წასვლა ამ ქვეყნიდან. იმიტომ რომ დაახლოებით 2 წელია მას ფაქტობრივად საკუთარ სრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია არ აქვს და არ აძლევდნენ ქვეყნიდან გასვლის უფლებას. ამიტომ ეს იყო რამდენიმე დღე იყო ამისთვის საჭირო, იმიტომ რომ ეს პროცედურა ასე მარტივად ვერ განხორციელდება, მით უმეტეს ეს რამდენიმე დღე არ გაუშვეს ქვეყნიდან. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანმა სისხლის სამართლებრივი საქმე შეწყვიტა, მაგრამ მისი პასპორტი ისევ დეაქტივირებული, ამიტომ პასპორტის არსებობის შემთხვევაშიც მას ის ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამიტომ ის რომ დამატებითი დოკუმენტი გაკეთებული იყო რაღაც ერთ-ერთი საელჩოს მეშვეობით, გაეცა საელჩოს ჰუმანიტარული ვიზა იმისათვის, რომ მას საზღვარი გადაელახა, ამისთვის საჭირო იყო გარკვეული დრო, ხომ? განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ მათ ეს ამბავი დაამთხვიეს ევროპაში არსებულ დასვენების დღეებს. იმიტომ რომ მათ შორის არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მუშაობს და ამიტომ დაუყოვნებლივ ღონისძიებას განსაკუთრებით ღამის 4 საათზე ვერ გამოსცემდა. მე ვითხოვდი კიდევაც, რომ იქნებ დილამდე მაინც მოეცა მოსამართლეს საშუალება იმისა, რომ თუნდაც საელჩოს წარმომადგენელი მოგვიყვანა, რომელიც დაადასტურებდა, რომ პროცედურა სადიგოვის მიმართ დაწყებულია და მას უახლოეს პერიოდში ექნებოდა დოკუმენტი, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება არის, რომ ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება ამ ადამიანის მიმართ მიღებული გაძევებასთან დაკავშირებით, ხომ მას პირველ ეტაპზე უნდა მიეცეს ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების უფლება. რას ედავებოდნენ მას აზერბაიჯანში, რა საქმე შეწყდა და რა მიზეზით შეწყდა, ესეც საინტერესოა. კი, სამართლებრივი დავა აზერბაიჯანში უკავშირდებოდა ერთ-ერთი პირის მიმართ, რომ თითქოს მან ერთ-ერთი პირის ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა და აშანტაჟებდა ამით და ითხოვდა მისგან ფულს. თუმცა საქმის მასალებში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამის დამადასტურებელი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს ვიდეო სულ სხვა ადამიანის მიერ იყო უკვე გამოქვეყნებული და როგორ შეიძლება გამოქვეყნებული ვიდეოთი ადამიანმა დააშანტაჟოს ვინმე. ის იყო ალიევის აქტიური კრიტიკოსი აზერბაიჯანში და დამთხევა აქ მაყურებელს უნდა შევახსენოთ, სახელში კი არის დამთხევა ავგანი, ავგან მუხთარლი უნდა გავიხსენოთ, როცა არა მაშინაც ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივი გატაცება იყო ეს, როგორც აღწერს ამას თავად ავგან მუხთარლი, მაგრამ ეს არ იყო ასეთი, ანუ ცხადად არ იყო ეს ნათქვამი, რომ ამაში მის მოტაცებაში თავზე ჩამოფხატულ მერე ომარაზე და გადაყვანაში აზერბაიჯანში მონაწილეობდნენ, როგორც თვითონ ავგან მუხთარლე ამბობს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელი საქართველოსი და ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, ანუ ფაქტობრივად ის მოიტაცეს საქართველოში და გადასცეს აზერბაიჯანს. ასე ამ შემთხვევაშიც უბრალოდ ეს ძალიან ღიად გაკეთდა ახლა, უბრალოდ მოგონილი საბაბით, ახალი საქმით ის ანუ ალიევის მორიგი კრიტიკოსი ჟურნალისტი დააბრუნეს ბაქოში. მაშინაც ავგან მუხთარლი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, მერე პროცედურების შემდგომ დროის გასვლის შემდგომ ის გათავისუფლდა. რა ბედიელის თქვენი ამჟამინდელი მოცემულობით რას ამბობს იქაური ადვოკატი სადიგოვს? თქვენ სწორად ახსენეთ, მათ შორის ავგან მუხთარლის სხვა არაერთი ჟურნალისტი, რომლებიც დღემდე დაკავებულები არიან აზერბაიჯანში, მათ შორის გვახსოვს საქმეები, როდესაც ადამიანები ციხეში გარდაიცვალნენ, სწორედ კრიტიკოსები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ სადიგოვის მიმართ რეალურად არსებობს წამების რისკები, მათ შორის არაადამიანური მოპყრობის რისკები, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამდენი წლის განმავლობაში დაყრდნობილ ფაქტებზე, მათ შორის, რა ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოველწლიურ ანგარიში ხვდება ეს საკითხები, რომ დღემდე იქ არსებული მდგომარეობა ქმნის ამ რეალურ საფრთხეებს. ჩვენ აუცილებლად ავგანი ახლა უახლოეს პერიოდში
მიმართავს იქაურ უწყებებს იმისათვის რომ მან აიღოს პასპორტი და ამის საფუძველზე ცდის ქვეყნის დატოვებას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იმისა, რომ გავიგოთ სამომავლოდ რა სურს უკვე აზერბაიჯანს. სურს რომ ის დააკავოს სამომავლოდ და საპატიმროში დაწესებულებაში გადაიყვანოს, თუ მას მისცემს ნებას რომ ქვეყნიდან გავიდეს და ოჯახთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამას უახლოეს დღეებში გავარკვევთ. თქვენ როგორც მისი ადვოკატი ის ალბათ საფრთხეებზე ხშირად მიუთითებდა თქვენთან, ის საფრთხეს გრძნობდა როგორც თქვენ აღნიშნეთ საქართველოშიც და ის არაერთხელ იყო დაკავებული აქ აქციაზე ყოფნის გამო და ძალიან დიდი ჯარიმებიც აქვს, ხომ? რა საფრთხეს გრძნობდა ის აზერბაიჯანიდან, თუნდაც მუხთარლის კეისის შემდგომ, მქონდა თუ არა ეს საფრთხე, რომ ის შეიძლებოდა გადაეცათ აზერბაიჯანისთვის? ჩვენ მუდმივად გქონდა ამის საშიშროება, მათ შორის მისი აქტიური პოზიციიდან გამომდინარე, ყოველთვის გვეგონა, რომ შეიძლება ამის რისკი დამდგარიყო და ის ქუჩიდან გაეტაცებინათ, თუმცა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ კანონიერ ჩარჩოებში მოექციათ მათი შეფასებით, რა თქმა უნდა, თუმცა საქართველოს პირველად დაარღვია ევროპული კონვენცია, შეიძლება ეს ასე კვალიფიცირდება იურიდიულად? პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პირდაპირ დაარღვია კონვენცია და გადაუხვია გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულმა სასამართლომ მიიღო. ამიტომ მას ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ძალიან კრიტიკული გამოხმაურება მოყვება. როგორც სასამართლოს მხრიდან, ასევე მინისტრთა კომიტეტის მხრიდან დარწმუნებული ვართ, რომ მძიმე შეფასებები იქნება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ მოლოდინები, რა თქმა უნდა, ის რომ აფგანის სასარგებლოდ დამთავრდება ეს საქმე, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ის იყოს აზერბაიჯანში ჯანმრთელად, მას არ დაემუქროს საფრთხე და მყისიერი კომუნიკაცია გვაქვს მასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველანაირი პროცედურა, რაც იქ იქნება, ჩვენთან კოორდინირებაში გაკეთდეს, იმისათვის, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში ყველა უწყება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ ამ პროცესში და კიდევ ერთხელ არ განმეორდეს ის ფაქტები, რაც აზერბაიჯანში, მათ შორის სხვა ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა. მარიამ, აი ვიცით რა მინდა, მაინც ვერ ვიჯერებ აი ამ ღამის 4 საათზე გამართულ საგანგებო სხდომას და ეს დეტალები მინდა გითხოთ, აი ესე გამოაცხადა გადაწყვეტილება მოსამართლემ, რომ ის გაძევებული უნდა იქნას ქვეყნიდან და მერე დაადეს ხელბორკილები, ჩასვეს და პირდაპირ წაიყვანეს ბაქოში ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. თქვენ იცოდით ის რომელ ქალაქში გადაყავდათ? არა, ხო? თქვენ გვიან მეორე დღის შუა დღემდე მე ვადევნებდი თვალყურს და არ იყო ცნობილი ის სად იყო. ანუ დაადეს ბორკილები და რა იყო ნათქვამი გადაწყვეტილებაში, რომ მას აძევებდნენ, ეს იყო ნათქვამი ალბათ. მოსამართლეს ფაქტობრივად იმდენად არ ვიცი, შეშინებული იყო თუ არ ვიცი, სურდა რომ მალე დამთავრებულიყო ეს პროცესი, როგორც გადაწყვეტილება გამოაცხადა, ყველანაირი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ კონკრეტული მუხლები ჩამოთვალა, რაც არის სტანდარტული პროცედურა და მაშინვე დატოვა სასამართლო დარბაზი. უნდა გაეძევებინათ თუ არა ეს თქვა? ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გამოაცხადა ყველანაირი დასაბუთების გარეშე, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს აძევებდა, შენ გეუბნებია, რომ მათ შორის სხვა ქვეყანაში მას შეიძლება დაემუქროს წამების და არადამიანური მოპყრობის რისკები, მოსამართლე ვალდებული არის, რომ ეს გადაწყვეტილება დაასაბუთოს, თუნდაც ზეპირსიტყვიერად, სანამ სარეზოლუციო გადაწყვეტილება იქნება ცნობილი და სანამ დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნება. განსაკუთრებით საინტერესოა, მინდა აღვნიშნო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემდეგ სასამართლომაც ეს გაიზიარა, რომ აზერბაიჯანში თურმე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები არ გვაქვს და ამას ამბობს ბულგარეთი. და ბულგარეთზე მითითებით სასამართლომ შეაფასა ეს საკითხი მაშინ, როდესაც სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები მთელ რიგ რისკებზე და დარღვევებზე მიუთითებენ. რა თქმა უნდა, შემდეგ როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, მე უკვე აღარ მომეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. მაშინვე როგორც მე შემდგომ მოყვა დაახლოებით 9 საათში უკვე წაიყვანეს ხიდის მიმართულებით და იქ უკვე გადასცეს აზერბაიჯანს. მათ შორის არ დაუბრუნეს არც ტელეფონი, არც პირადი ნივთები, არც საფულე და შესაბამისად სანამ ის ბაქოში არ ჩავიდა მის ახლობლებთან, იქამდე ჩვენ რა თქმა უნდა კომუნიკაცია არ ქონდა და არ ვიცოდით როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუნდაც ეს გზა მისთვის როგორი საშიში იქნებოდა, მან იზბრუნდებოდა ქვეყანაში, რომელზეც ევროსასამართლომ თქვა, რომ იქ დაბრუნება მისთვის არის საშიში. კი ბატონო, საფრთხის შემცველი.